მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო სივრცე სიყვარულის ფერებით აავსეს სამხატვრო სტუდიის მოსწავლეებმა, რომლებიც სწავლის პროცესში რამდენიმე თვის წინ ჩაერთნენ. თითოეული ნამუშევარი სილაღი, სინათლისა და ბავშვური გულწრფელობის ნაზავია და აჩვენებს, როგორია შემოქმედებით პროცესში მიღებული თავისუფლება და განვითარების ის გზა, რომელსაც ბავშვები გადიან. 4 თვე არაც ხატავ, მელანმას აბდარას ავდივარ. ფუნჯი და ხატვა ჩემთვის არის თერაპია. არის ისეთი აქტივობა, რომელიც მეხმარება, რომ განვითარდე და შევიყვარო ეს პროფესია ბოლომდე. ნახატები შემქმენი 1 საათი, 2 საათი, 3 საათი მუშაობ ხოლმე ნახატები. ნებისმიერ დროს არ შემიძლია რომ დავხატო. მაგრამ როდესაც მივდივარ ხოლმე მასწავლებლებთან, ყოველთვის მიჩნდება ხოლმე ხასიათი რომ დავხატო. ბუნება, პეიზაჟი და ზოგადად ის მეყვარს პორტრეტების ხატვა. მე მოვიტანე ჩემ ნახატებიდან ძირითადად მე მაქვს ჩემ ნახატებიდან დახატული პეიზაჟი, უფრო მეტად თოვლის აღწერა. მე მიყვარს ძალიან ხატვა და მინდა ასე გავაკეთო. საკუთარი შემოქმედებითი ემოციები და კრეატიულობა პედაგოგმა მელანო სარალიძემ სტუდიის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ამ ფორმით გახადა. რაც უკვე ფუნქციონირებს, გაწევრიანებული არის 4 წლიდან 6 წლამდე ბავშვები ამ ეტაპზე ვინც ყავს და მუშაობთ ფანქარში. გადავედით ტილოში და ტილოები მინდოდა რომ მეჩვენებია მაყურებლისთვის რომ ამ 4 თვის მანძილზე რა გააკეთეს. ფანქრიდან როდესაც ტილოზე გადავედით, ბავშვებმა უკვე ფანქარზე უარი მითხრეს, მოიწამნენ ფუნჯითო, ესე რო იტყვიან მხატვრები, ასე დაემართათ. ძალიან მოსწონთ ფერების შერევა, ახალი ტილოების შექმნა და ამის თითქმის 1-2 გაკვეთილში ვასრულებთ ტილოებს. ეხლა უკვე უნდა გადავიდეთ გობელინის ქსოვაზე და ეს მინდა რომ ტილოებზე ხატვა შევაჯამო და მადლობა მინდა მოუხადო ჩვენ მუზეუმის, ადგილობრივ მუზეუმს, რომ დაგვითმო უსასყიდლოდ ეს ჩვენი დარბაზი და ასეთი ლამაზად გამოფინეთ. მოსწავლეთა ნახატების დათვალიერება დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი კვირის განმავლობაში იქნება.